ბოლო პერიოდში რამდენიმე ვიდეო გადავიღე, სადაც ვცადე, რომ თქვენთვის დამენახებინა პირველ პირში თუ როგორ მუშაობს სხვადასხვა მიჯაჭვულობის ტიპი უკვე ზრდასრულობაში, უშუალოდ ურთიერთობებში. და წამოვიდა გარკვეული უკავშირი, რომ ეს ყველაფერი კი გასაგებია ამირან, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, ხო? და მოდი ახლა ამ ვიდეოში შევეცდები, რომ დაგანახო რეალობა, რომელიც უნდა გაითვალისწინო აუცილებლად. ამ თემებმა შეიძლება ბევრი მიზეზის გამო დაგაინტერესოს. ერთ-ერთი იქნება, რომ შეიძლება შენს პარტნიორში გაინტერესებს, ხო? თუ რა შეგიძლია გააკეთო იმისთვის, რომ ამოიცნო მისი მიჯაჭვულობის ტიპი, მერე რაღაცი დაეხმარო, რომ თუ შფოთვითი არის აუხსნა, რომ შენი პირადი საზღვრები დაიცვას, როგორ აუხსნა ეს, თუ ამრიდებლური არის, როგორ აუხსნა, რომ თვეში 3 ჯერ ურთიერთობიდან გაქცევა არ არის ნორმალური და ასე შემდეგ. ან შეიძლება უბრალოდ საკუთარ თავში გრძნობდე რომელიმე კონკრეტულ მიჯაჭვულობის ტიპს, რომელიც არის გამოკვეთილი და ხელს გიშლის თუნდაც ურთიერთობაში, თუნდაც რაღაც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხო, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ურთიერთობებში არ ვლინდება, მათ შორის მეგობრობაშიც და კიდევ ბევრ სხვა ასპექტშიც, რაც აგდებს შენს ზოგად პროდუქტიულობას. შეიძლება არ იცი რომელი მიჯაჭვულობის ტიპი გაქვს წამყვანი, მაგრამ თუ ჩემი ვიდეოები ნანახი გაქვს, მიახლოებით მიხვდებოდი თუ რა მიმართულებით მიდიხარ. ახლა მოდი ცოტა რეალობაში ჩაგახედებ და ჯერ განვიხილოთ პირველი შემთხვევა, სადაც საუბრობთ, რომ გაინტერესებს, როდესაც შენს პარტნიორს აქვს რაიმე ტიპის მიჯაჭვულობა და როგორ მოიქცე, ხო? გაიაზრე, რომ მხოლოდ მიჯაჭვულობის თეორია არ არის, ანუ იმის იქით ბევრი სხვა რაღაცა მუშაობს. პიროვნული სტრუქტურა, რა ვიცი მე, სხვადასხვა დარღვევები შეიძლება იყოს, სხვადასხვა მახასიათებლები, ანუ თეორიების ფართო სპექტრი გვაქვს, რომელითაც შეგვიძლია ავხსნათ ურთიერთობის დინამიკა. და ერთ-ერთი ყველაზე კარგი ეს არის მიჯაჭვულობის თეორია. იმისთვის, რომ ეს მრავალფეროვნება შეიმეცნო და გქონდეს ამაზე წარმოდგენა, გამოწერა არ დაგავიწყდეს, რადგან სამომავლოდ ბევრი საინტერესო კონტენტი გელოდება. მაგალითად გიწევს ურთიერთობა ამრიდებლური მიჯაჭვულობის მქონე გოგოსთან ან ბიჭთან, ევოიდანთან, რომელიც მუდამ გარბის. ეს ადამიანებს ხშირად მორყეული აქვთ ბაზისური ნდობის განცდა, აქვთ შიშის გრძნობა ემოციების გამოხატვისას, სიახლოვესთან შიში, ხო? და კიდევ ბევრი სხვა მახასიათებელი და თუ შენ ამაში გაყევი ადამიანს, იმის ალბათობა, რომ შენი პიროვნება დაკარგოთ ძალიან დიდია. განსაკუთრებით გისამძიმრებთ მათ, ვისაც პირველი ურთიერთობა გქონდათ ადამიანთან, რომელსაც ჰქონდა რომელიმე მიჯაჭვულობის ტიპი განსაკუთრებით გამოკვეთილი. მაგალითად ძალიან მშფოთვარე იყო, ან ძალიან ამრიდებლური, ან ძალიან დეზორგანიზებული და ასე შემდეგ. სწორედ პირველ ურთიერთობაში ხდება ის, რომ იკარგება შენი პიროვნული მთლიანობა, იკარგება ის რომანტიზირების განცდა, რაც მანამდე გქონდა ურთიერთობებზე, ხო? იმიტომ რომ სიყვარული ხომ მსხვერპლს მოითხოვს, არა? და შენ ეს მსხვერპლი გაეცი. სანაცვლოდ რა მიიღე? დიდად არაფერი, ტრავმები. და საბოლოოდ, რასაც მიიღებ შედეგად ეს იქნება, რომ დაიკარგები ურთიერთობაში. გაიაზრე, რომ არ ხარ სხვისი ფსიქოლოგი. გააცნობიერე რა როლს ირგებ ურთიერთობაში, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ამაში შეიძლება დაგეხმარო, არ არის აუცილებელი, რომ ურთიერთობაში შეხვიდე პარტნიორში, იმისთვის რომ გაიაზრო რა როლს ირგებ, რა მიჯაჭვულობა გაქვს, სამეგობროშიც იგივე ქცევის პატერნი გაქვს რეალურად და შეგიძლია დროულად ამოიცნო. ამაში ძალიან კარგად დაგეხმარება თუნდაც იუნგის არქეტიპების შესწავლა, ხო? მაგალითად, თუ ხარ გადამრჩენელის როლში ადამიანი, რომელიც მუდამ ხელმისაწვდომია, მუდამ ცდილობს სხვებს დაეხმაროს, მუდამ დახმარების სადარაჯოზე არის, ხო, თქვენ რაც გინდათ და საკუთარ თავს ყოველთვის გვერდზედებს. თუ ხარ ადამიანი, რომელიც ირგებს მსხვერპლის როლს, რომ მე ესე, მე ისე მომექცნენ, მე ისე მეკცევიან, მე არ მითვალისწინებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ ორივე ერთად ხარ, რა როლში ხარ მოქცეული. მაგრამ ისიც გაიაზრე, რომ ადამიანებს მრავალი როლი გვაქვს ჩვენი საზოგადოებრივი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე. მშობელთან სხვანაირი ხარ, მეგობრებთან სხვანაირი ხარ, ურთიერთობაში სხვანაირი ხარ, მაგრამ არის რაღაც გარკვეული პატერნი, რომელიც არის წამყვანი ამ ყველა საფეხურზე. და ეს ის პატერნი არის, რომლითაც ცდილობ რაღაცა განცდა შეივსო. და დაუსვი შენ თავს კითხვა პირველი რა როლი არის ეს და რისი განცდის შევსებას ცდილობ. თუ მე ვარ მსხვერპლი, ესე იგი ვცდილობ შევავსო ჩემი დაუცველობის განცდა, ხო? მაქვს რაღაც გარკვეული ზრუნვის ნაკლოვანება. სითბო დამაკლდა, რაღაცა დამაკლდა.
მოაკლდა. კი, რაღაც უცნაურად ჟღერს, მაგრამ შეიძლება ესეც იყოს. და იმდენად არაცნობიერი ქცევითი პატერნი ხდება, რომ შენს თავს ვეღარ აღიქვამ პროცესში. სწორედ ეს ქცევითი პატერნი და ეს როლია, რაც დაგაკარგვინებს საზღვრებს, დაგაკარგვინებს შენს პიროვნებას, იმიტომ რომ შეეცდები შეცვალო ადამიანში ის, რაც წლობით ყალიბდებოდა და გამოცდილებით არის გამტკიცებული. შენ ადამიანს ვერ შეცვლი, შენ არ ხარ მისი ფსიქოლოგი, შენ არ ხარ გადამრჩენელი. კი, არის ურთიერთობაში, სადაც ადამიანები ვითარდებიან. აქ არ არის იმაზე საუბარი, რომ უიმედოდ უნდა იყო და ყველა იმედი გადაწურული არის, უბრალოდ გაიაზრე, სად გადის შენი საზღვრები, სადაც კარგავს შენს პიროვნებას იმაში, სადაც ადამიანი არ მოყვება და შენ მაინც ცდილობ რომ ათრიო, ხო? იმიტომ რომ ამ დროს ადამიანი ხდება სიმძიმე, რომელიც უკან გეკაჩება. ვერც შენ ვითარდები, ვერც მას ან ვითარებ და იკარგები. და რომ მეკითხებით ხოლმე რა ვქნა ამირან და როგორ მოვიქცე, პირველ რიგში გააცნობიერე ის როლი, რომელიც გაკარგვინებს შენს პიროვნებას. და ცოტა ჩამობნევ და ეხლა ალბათ ცოტა ხანში შუქს ავანთებ, მაგრამ ჯერ ჩამა. მეორე, დაისახე მიზანი, გააცნობიერე რომ ურთიერთობისთვის არ ცხოვრობ. კი, შეიძლება რაღაც სამომავლო პერსპექტივაში ოჯახისთვის ცხოვრობდე და არსებობდე, ხო? იმიტომ რომ შენს ოჯახს, შენ შთამომავლობას უნდა გადასცე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და გჭირდება რესურსები, მაგრამ თუ მიზანი არ აგაქვს და თუ არ აგაქვს ეს мотиваცია რომ რაღაცა შექმნა, რაღაცა განავითარო, რაღაცა გააკეთო, ვერც ამ რესურსებს მიიღებ შენს ცხოვრებაში, იტრიალებ ურთიერთობების გარშემო და საბოლოოდ რა? რესურსი არ იქნება და საბოლოოდ ის რომ დაკარგავ ისევ და ისევ შენს პიროვნებას. სწორედ უმიზნო ადამიანები არიან, რომლებიც ურთიერთობაში იკარგებიან, რადგან რა ხდება? მთელი მათი დრო მოცული არის ურთიერთობით. მომწერე ეგრევე გიპასუხე, რა ვიცი, რაღაცაზე ღელავ ან პირიქით მე მაქვს მოთხოვნილება, რომ სუ კომუნიკაციაზე რატო არა ხარ, სუ რატო როცა მინდა მაშინ რატო არ ამწერ, მაგრამ როდესაც მიზანი გექნება, როდესაც мотиваცია გექნება, როდესაც რაღაცის შექმნის სურვილი გექნება და გააცნობიერებ, რომ შენი თავი უნდა დააყენო წინ, შენს თავს დააპრიორიტეტებ, დროც არ გექნება იმისთვის, რომ მაგაში დახარჯო რა, რომ აბა ეხლა მთელი დღე ვწერეთ და ღამის 2 საათამდე ვწერეთ ერთმანეთს. ეგ არის ახალგაზრდული რაღაცა. ეგ ასაკი ყველას გამოვლილი გვაქვს, ეგ პერიოდი, როცა ვიჯექით ვიღაც ადამიანებთან და ღამის 2-3 საათამდე ვწერდით და რაღაცეებს გავიხილავდით და გქონდა განცდა იმისა, რომ როგორ ვუგებთ ერთმანეთს და როგორი ეს ჰარმონია, ხო, რაც სუფევს, მაგრამ არა. რაღაც მომენტში უნდა გააცნობიერო, რომ გაიზარდე. შენ კი არ უნდა მოერგო ადამიანებს და ურთიერთობებს, არამედ ურთიერთობები და ადამიანები უნდა მოარგო შენს მიზნებს და შენს ცხოვრებას. თუ მაგალითად გაქვს ურთიერთობა შფოთვითი მიჯაჭვულობის მქონე ადამიანთან, რომელიც გაიძულებს, რომ 24/7-ზე იყო ტელეფონზე. მოგწერა რაღაცა უპასუხე. არ უპასუხე, ეგრევე ისტერიკებს გიდგავს, რომ რატო და მე ყურადღებას არ მაქცევ და როგორც არის. ეგრევე ურყავ ძმაკაცობის ხელს და ემშვიდობები. იმიტომ რომ არ გაქვს მაგის დრო ხდები. მესმის, რომ ცოტა ხისტად და უხეშად ჟღერს, მაგრამ ეგ არის ის, რაც მალე გაიაზრებ, მით უკეთესი შენთვის. დამიჯერე, რომ ცხოვრება ამის გააზრებაში თუ ეხლა ვერ შეძლებ თეორიულ დონეზე, პრაქტიკაში აუცილებლად დაგეხმარება. ისეთი რაღაცა არის გამოცდილება, რომ პრაქტიკაში აუცილებლად რაღაც მომენტში მოვა შენთან ეს, რაზეც ახლა ვსაუბრობ. შეიძლება უკვე მოვიდა. თუ შენს თავში გრძნობ რომელიმე კონკრეტულ მიჯაჭვულობის ტიპს, მაშინ მოდი შენს თავს დაუსვი კითხვები, რომ რატო გაურბიხარ ურთიერთობებს, ან რატო ეჭვიანობ ამდენს, რის შევსებას ცდილობ, რა არის ის განცდა, რაც ამ დროს გერყევა ყველაზე მეტად, საფუძველი, ხო? იმიტომ რომ შენი საფუძველი ამ დროს დგება სხვა ადამიანებზე. შენი პიროვნული ფუნდამენტი არ გაგაჩნია ამ დროს, რაც საკუთარ თავში, საკუთარი გამოცდილებიდან და საკუთარი რაღაცა თვისებებზე არის აგებული, არამედ არის აგებული იმ ადამიანების ემოციურ მდგომარეობაზე და ყოფნა არ ყოფნაზე. და ამ დროს ისევ და ისევ იკარგები. მუდამ გარბი ხარ ურთიერთობიდან, რატომ? რას ურტყავს, კონკრეტულად რა განცდას გერყავს, ხო? რა არის ის ტრიგერი, რაც გერთვება ასე დროს? რატო გაშინებს ესე ძალიან სიახლოვე ადამიანებთან? და ხშირად არის ხოლმე, რომ მაგაზე რო პასუხი ვიცოდე ამირან, შენთან ხო არ მოვიდოდი არა? სწორია, უნდა მოხვიდე ჩემთან. აქედან გამომდინარე, შეგიძლია მომწერო Instagram-ის პირად შეტყობინებაზე და უშუალოდ ინდივიდუალურად გავივლით რაღაც გარკვეულ შენს საკითხს, ხო? ეს არ არის აუცილებლად ურთიერთობებზე, ეს არის შფოთვა, დეპრესია და სხვადასხვა მდგომარეობები. და თუ შენს თავში გრძნობ, რომ გამოკვეთილად თან რა ჩამობნელდა ნელ-ნელა, თუ შენს თავში გრძნობ, რომ ხარ გამოკვეთილი რაღაცა მიჯაჭვულობის ტიპის მატარებელი, ხო? შფოთვითი, ამრიდებლური, დეზორგანიზებული, ყველა ვარიანტში იმუშავე თვითშეფასებაზე. გარბი ხარ ურთიერთობიდან, დიდი ალბათობით თვითშეფასების ბრალია. ეჯაჭვები ადამიანს, თვითშეფასების ბრალია.
დეზორგანიზებული ხარ, ვერ გაგიგია რა გინდა Twitch შეფასება. და მიზნები, ხო? იმიტომ რომ გქონდეს Twitch შეფასება და იცოდე რა გინდა, მიახლოებით მაინც, არავინ გეუბნება რომ всё ეს არის და ვიცი, არამედ, მიახლოებით გქონდეს განსაზღვრული რომ აი რა, ხო, საკუთარ თავში რა მინდა, რას ვეძებ, რას ვაკეთებ საერთოდ. ახლა რაზეც გესაუბრები, მოდით ცოტა გადააფასე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ კლიშეს ირგებს ხოლმე რა, რომ აი მიჯაჭვულობის ტიპი და ეს მახასიათებს და მორჩა. არა, გადის საზღვრებიდან, გამოიხედე თვალებიდან. ნახე როგორი რაღაცა არის შენ თუ გაქვს ურთიერთობაში ფოთვითი მიჯაჭვულობის მქონე ადამიანთან, იმის ალბათობა რომ შენც ეგეთი გახდე ძალიან დიდია, რადგან ეს ადამიანი გიწესებს გარკვეულ სტანდარტს. ან გახდები ძალიან ამრიდებლური, ან პირიქით ძალიან შფოთვითი. იმიტომ რომ ახალ ურთიერთობაში გექნება მოთხოვნილება იმ ყურადღების, რასაც ამ ადამიანისგან ითხოვდი. და ეს ადამიანი დამიჯერე რომ ძალიან დიდ ყურადღებას მოგაქცევს და ამას მიეჩვევი. და მნიშვნელოვანია ამ საზღვრის დაცვა და გაცნობიერება, სად გადის შენი პირადი საზღვარი და უნარი იმისა, რომ თქვა უარი რაღაცეებზე და თუ ეს საზღვარი არ გამოდის, რომ შეინარჩუნო, მაშინ თქვა უარი ურთიერთობაზე. გაქვს ურთიერთობა ამრიდებლურთან, ხო? იმის ალბათობა, რომ შენ თვითონ გახდე შფოთვითი ძალიან დიდია. იმიტომ რომ ადამიანი ჯერ დაგბომბავს, მერე გაქრება, დაგბომბავს, გაქრება და გაგიჩნდება ნეხვატკა ეგრეთ წოდებული, ხო? არასაკმარისი განცდა, არასაკმარისობის, რომ აი მეტი მინდა, მეტი მჭირდება. და მოითხოვ ამას და მან დაუშვებ შეცდომას, იმიტომ რომ საერთოდ გაიქცევა. მერე ჩავარდები რაღაცა იმაში, რომ აი რატომ მომექცა ესე. მესამე, გაიაზრე, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა მიჯაჭვულობის ტიპთან გვაქვს საქმე, ხო? მაინც აქვს, მაგრამ თან არ აქვს მნიშვნელობა. საზღვარში არ მოექცე, მაგრამ ცოდნის დონეზე იცოდე, შემეცნების დონეზე იცოდე, ხვდები? რო ხდებოდე, რასთან გაქვს შეხება, როგორ მიუდგე, როგორ მართო, მოიძიე ინფორმაცია. ძალიან ბევრი ინფორმაცია არის ამაზე. რაც დაგეხმარება რომ გაერკვე როგორც საკუთარ თავში, ისე მეორე ადამიანში. და რომ შეგიჯამო და ნათლად რომ გაიგო რა არის მნიშვნელოვანი, ეს არის Twitch შეფასება და პირადი საზღვრები. როდესაც ცხოვრებაში გაგიჩნდება გარკვეული მიზანი, რომელიც წაიღებს შენს დროს, შენს რესურსებს, ჩადებ ამაში გარკვეულ შრომას, ხო? და ეს შრომა ნაყოფს მოგიტანს, მე უფრო მეტად დააფასებ საკუთარ თავს, საკუთარ დროს, საკუთარ რესურსებს. იმისთვის რომ ვიღაცის დიაგნოზის არ მქონე შვილს არევინო შენი ცხოვრება და შენი პიროვნება, ხო? რატომ? მადლობა, ვინც ბოლომდე მოусმინეთ. კონსულტაციაზე ჩაწერა შეგიძლიათ პირად შეტყობინებაში, გამოწერა არ დაგავიწყდეთ, არხის და ლაიქება, Instagram-ზე შემოიხედეთ და დაგიბრუნდებით შემდეგი ვიდეოებით.